გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. გავაგრძელოთ ჩვენი გაკვეთილები მათემატიკაზე. დღევანდელი გაკვეთილის თემა იქნება გამყოფი და ჯერადი, მარტივი რიცხვები და მარტივ მომრავლებლად დაშლა. მას შემდეგ რაც ვიცით უკვე ნატურალური რიცხვები, მოვიყვანოთ გამყოფის და ჯერადის ცნება. რა არის გამყოფი? ესე იგი, a რიცხვს მოცემულ a რიცხვს, რაიმე a რიცხვს ეწოდება b რიცხვის გამყოფი, თუ b იყოფა a რიცხვზე. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი, რიცხვს ეწოდება მეორე რიცხვის გამყოფი, თუ ის მეორე რიცხვი იყოფა ამ რიცხვზე. ანუ მაგალითისთვის, უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითად 3 არის 6-ის გამყოფი. რატომ? იმიტომ რომ 6 იყოფა 3-ზე. უნაშტოდ რასაკვირველია. როცა ვამბობთ იყოფა, ყოველთვის ვიგულისხმოთ რომ უნაშტოდ იყოფა. ესე იგი 6 იყოფა 3-ზე, მაშინ სადამე 3 არის 6-ის გამყოფი. ასევე 3 არის 12-ის გამყოფიც, ვინაიდან 12-იც იყოფა 3-ზე, 21-იც იყოფა 3-ზე, ამიტომ 3 არის 21-ის გამყოფი. ანუ მაგალითად ავიღოთ რიცხვი 8 და ჩამოთვალოთ ყველა 8-ის გამყოფები. ანუ რაზე იყოფა 8? დავიწყოთ 1-ზე, 2-ზე იყოფა, 4-ზე იყოფა და თავის-თავს. ახლა ავიღოთ რიცხვი 15. რა რიცხვებზე იყოფა 15? 1-ზე, 3-ზე იყოფა, 5-ზე და თავის-თავზე. ავიღოთ 17. 17-ის გამყოფებია 1 და თავის-თავი. ხედავთ ხო, ზოგ შეიძლება ბევრი გამყოფი კონდეს, ზოგ შეიძლება 2 გამყოფი და ზოგ შეიძლება 1-ის გამყოფიც. აი მაგალითად თვითონ 1 იყოფა 1-ზე. ანუ 1 გამყოფი აქვს. შემდეგ აი ეს არის გამყოფები. ხოლო a რიცხვს ეწოდება b რიცხვის ჯერადი. b რიცხვის ჯერადი, თუ a იყოფა b-ზე. აი ნახე ახლა პირიქითა. ანუ b არის a-ს გამყოფი. ანუ მაგალითად ავიღოთ 6 არის უკვე 3-ის ჯერადი, იმიტომ რომ 6 იყოფა 3-ზე. 3-ის ჯერადი, იმიტომ რომ 6 იყოფა 3-ზე. ხო, ანალოგიურად 8 არის 4-ის ჯერადი, იმიტომ რომ 8 იყოფა 4-ზე. 15 არის 5-ის ჯერადი, იმიტომ რომ 15 იყოფა 5-ზე. 17 არის 17-ის ჯერადი, იმიტომ რომ 17 იყოფა 17-ზე. და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ თუ ავიღებთ იგივე რიცხვებს, რაც ზემოთ ჩამოწერა, აი დავიწყოთ 8, განვიხილოთ, ნახეთ, 8 და ჩამოთვალოთ 8-ის ჯერადები. 8-ის ჯერადებია, ანუ ჩამოთვალოთ ის რიცხვები, რომელიც იყოფა 8-ზე. ეს არის თვითონ 8, 16, 24, 32 და ხედავთ ალბათ რომ ეს რიცხვთან მწყრივი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ. ავიღოთ 15, ესე იგი 15-ის ჯერადებია, თვითონ 15, 30, 45, 60 და ასე შემდეგ, ესეც გაგრძელდება უსასრულოდ. ავიღოთ რიცხვი 17, 17-ის ჯერადებია, თვითონ 17, 34 და ასე შემდეგ. მაშინ სადამე ხედავთ რომ ჯერადებში არსებობს უმცირესი ჯერადი, რომელიც არის თვითონ ეს რიცხვი, თავის-თავი, ასე რომ ვთქვათ, ხოლო უდიდესი ჯერადი არ არსებობს. თუ დაუბრუნდებით გამყოფებს, ნახეთ, გამყოფებში არსებობს უმცირესი გამყოფიც და უდიდესი გამყოფიც. ესე იგი, უმცირესი გამყოფი არის ერთიანი ყველგან. ნახეთ, ყველა რიცხვის უმცირესი გამყოფი არის ერთიანი და უდიდესი გამყოფი არის თავად ეს რიცხვი. ეს რაც შეეხება გამყოფებს და ჯერადებს. ეხლა განვიხილოთ სხვადასხვა რიცხვები და ზოგ შეიძლება აი ნახეთ, ხედავთ რომ ზოგს აქვს ბევრი გამყოფი, ზოგს ცოტა გამყოფი და ეხლა რას ნიშნავს ეს ბევრი და ცოტა. ეხლა თუ დავიწყებთ ნატურალური რიცხვების განხილვას, ნატურალურ რიცხვებში უმცირესი რიცხვი არის ერთიანი და ერთიანს რამდენი გამყოფი აქვს? ერთი გამყოფი. ორიანს აქვს რამდენი გამყოფი? 1 და თავის-თავი. 3-იანს რამდენი გამყოფი აქვს? 1 და თავის-თავი. 4-იანს რამდენი გამყოფი აქვს? 1, 2 და 4.
5-იანის გამყოფებით ჩამოთვალოთ 1 და 5, 6-იანის გამყოფებით ჩამოთვალოთ 1, 2, 3, 6. ესე იგი, ზოგს აქვს 2, ზოგს 3, ზოგს 1 გამყოფი და ამ შემდეგ. და შემოტანილი არის მათემატიკაში ასეთი ცნება მარტივი რიცხვები. ანუ რიცხვებს, რომელსაც მხოლოდ 2 გამყოფი აქვს, 1 და თავის თავი, ეწოდება მარტივი რიცხვები. ხოლო თუ რიცხვ 2-ზე მეტი გამყოფი აქვს, ეწოდება შედგენილი რიცხვი. ანუ მარტივი რიცხვები იქნება 2-იანი, 3-იანი, 5-იანი, 7, 11, 13, 17 და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ეს მწკრივით თქვენ თავადაც გააგრძელოთ. ხოლო შედგენილი რიცხვი იქნება 4, 6, 8, 9, 10, 12 და ასე შემდეგ, რომელსაც ისეთი რიცხვები, რომელსაც 2-ზე მეტი გამყოფი აქვს. საწავი და 1-იანი, ანუ ნახეთ, 1-იანი არც მარტივებში ჩამიწერია და არც შედგენილებში. იმიტომ რომ 1-ს აქვს მხოლოდ 1 გამყოფი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, და მაშასადამე 1-იანი არც მარტივია და არც შედგენილი. ესე იგი, ვიმეორებ, გამმარტეთ გამყოფები, ჯერადები, მარტივი რიცხვები, შედგენილი რიცხვები ასევე და ეხლა ვისაუბროთ როგორ დავშალოთ მარტივი რიცხვები, უпростоრად შედგენილი რიცხვები მარტივ რიცხვებად. ასეთი რამდენიმე გზას განვიხილავთ და თქვენ თავადაც შეგიძლიათ აირჩიოთ. აი მაგალითად არსებობს ასეთი წარმოდგენა, პირველი ხერხი მოვიყვანოთ ასეთი, მაგალითად ავიღოთ 15. ხედავთ რომ 15 არის შედგენილი რიცხვი, მაგრამ ხშირად გვჭირდება ეს რიცხვი წარმოადგინოთ მარტივი რიცხვების ნამრავლად. მარტივი რიცხვების ნამრავლად. აი როგორ დავშალოთ ახლა ეს ნამრავლად. 15 არის 1 და 15-ის ნამრავლი. ავიღოთ ასეთი სქემა. ტოტების, ანუ ხისებრი დიაგრამა ქვია ამას. შემდეგ, 1-ს ვეღარ დავშლით რიცხვების ნამრავლად, 15 შეგვიძლია დავშალოთ კიდე, 3-ჯერ 5-ად. მაშასადამე 15 დაიშალა 3-ჯერ 5-ად და მივიღეთ ასეთი დაშლა, რომ მარტივი რიცხვები 15 ამ შემთხვევაში შეგვიძლია წარმოადგინოთ ასე 3-ის და 5-ის ნამრავლად. 1-იანი ყოველთვის თავის თავზე ნამრავს გვაძლევს და ამიტომ შეგვიძლია ნამრავში არ შევიტანოთ. მაშასადამე 3 გავუმრავლოთ 5-ზე და ამას ქვია 15-ის მარტივ მომრავლებად დაშლა. ანალოგიურად, ავიღოთ ასეთი რიცხვი 36, მაგალითად 36 შეგვიძლია წარმოადგინოთ ასე 1-ის და 36-ის ნამრავლად, შემდეგ 36 დავშალოთ ისევ თავისთავად 36 დავშალოთ ისევ, მაგალითად 2-ის და 18-ის ნამრავლად, შემდეგ 2 უკვე მარტივია ვიცით, 18 შეგვიძლია დავშალოთ ისევ 2-ის და 9-ის ნამრავლად, 2 უკვე მარტივია ვთქვით, 9 შეგვიძლია დავშალოთ 3-ის და 3-ის ნამრავლად. მაშასადამე 36 ამოვარჩიოთ ახლა აქედან მარტივი რიცხვები 2, 2, 3, 3. ანუ 36 არის 2 გავამრავლოთ 2-ზე, გავამრავლოთ 3-ზე, გავამრავლოთ 3-ზე. აი ასეთ დაშლას ქვია მარტივ მომრავლებად დაშლა. ხოლო არსებობს მეორე ხერხი ამ მარტივ მომრავლებად დაშლისა, მოდი იგივე რიცხვებზე გავაკეთოთ, რომ შედარება მერე ადვილად შევძლოთ. აი მაგალითად მეორე ხერხი. ავიღოთ 15, ჩამოვუსვათ ასე ხაზი და ავიღოთ ნებისმიერ ისეთი მარტივი რიცხვი, რომელზეც იყოფა 15. ხედავთ, რომ პირველი მარტივი რიცხვი არის 2-იანი, მაგრამ 15 2-ზე არ იყოფა. ამის შემთხვევაში გამოგვადგება ის გაყოფადობის წესები, რომელიც უკვე ნასწავლი გვაქვს. შემდეგი რიცხვი მარტივი 3-იანი და 15 3-ზე იყოფა. მაშასადამე გავუყოთ 15 3-ზე და დავწერთ იმას, რაც არის შედეგი. ანუ 15 გავუყოთ 3-ზე არის 5. 5 რომელ მარტივ რიცხვზე იყოფა? თვითონ 5-ზე და მივიღეთ 1. ამის შემდეგ უკვე 1-ზე აზრი აღარ აქვს გაყოფას, იმიტომ რომ სულ ერთები დაიწერება და მაშასადამე მივიღეთ 15 არის 3-ჯერ 5-ის ტოლი. იგივე დაშლა, რაც ზემოთ გავაკეთეთ.
ან კიდევ 36 ჩამოვუწოთ ისევ სწორი ხაზი, პირველი მარტივი რიცხვი, რომელზეც 36 იყოფა არის 2, შემდეგ მივიღეთ აქ 18, 18 2-ზე იყოფა, მივიღეთ 9, 9 3-ზე იყოფა, მივიღეთ 3, 3 ისევ 3-ზე იყოფა და მივიღეთ 1. მაშინ 36 უდრის 2-ჯერ 2-ჯერ 3-ჯერ 3. ნუ ხედავთ რომ პასუხი ერთნაირია, ნუ მხოლოდ გზები არის დაშლის სხვადასხვანაირი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხისებრი დიაგრამა და შეგიძლიათ ასეთი სვეტის მაგვარი მარტივმრავლება დაშლა გამოიყენოთ. მარტივმრავლება დაშლის გზები. ნუ მასშტაბად დღეს რაც გვინდოდა, ანუ რაზეც გვინდოდა გვესაუბრა, ვიმეორებ, მოუყაროთ თავი, ეს არის გამყოფი ჯერადის ცნება, მარტივი და შედგენილი რიცხვები და მარტივმრავლება დაშლა. გადავალოთ თვალი ჩვენს ნამუშევარს. იმედია გაიგეთ, შეგიძლიათ გადაახვიოთ, გაიაზროთ კარგად ამ თემის საკითხები და დანარჩენზე მომავალ ვიდეოში ვისაუბრებთ. ნახვამდის.